სოფლის მოთხოვნა ის არის, რომ უნდა შეცვლილიყო 70 სტოლბა შეიცვალა 18. დანარჩენი ასეთ მდგომარეობაშია უმეტესობა სოფლის. და ბევრი არის ის ბუძი, რომელიც წაქცევის შემთხვევაში სახს დაეცემა პირდაპირ და რავი, რა თქმა უნდა, რა მოყვება მას ყველა კარგად ვიცით. პასუხის გაქვს ეს, როცა იქცევა მე გავაკეთებთ. ამის შემდეგ უკვე გამრიცხვლენების შემდეგ და არც ყოფნის სტოლბები არ ყოფნის. გაფუჭდება მე გავაკეთებთ. თლიანობაში ალბათ 3 ამდენია კიდე საჭირო. 18 სტოლბა მოიტანეს და 18 სტოლბა სოფელსა არ ეყოფა, ერთ უბანს არ ეყოფა 18 წლის სტოლბა. არაფერი არ არის ეს. 75 კომლიან სოფელსა ერთი სტოლბა რას ეყოფა. აი ზებოთკენ დატოვეს მაგალითად ეზოში არისო ისაო სტოლბაო და დახურულ კაბელსა მან მაგ სტოლბამდე არ მივიყვან თუ. ის ადამიანები კიდევ ეხლა დედაშვილის ცხოვრობენ მარტო ხელები არიან და არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ გაიყვანონ ის კაბელი. მიმართეთ ამისთვის ენერგოპროჯორჯიეს წარმომადგენლებს და გითხრათ ადგილზე რა ახლო იყვნენ იმათ შევეკითხეთ. ერთი ხანობას კი შევაწყვეტინე რომ სანამ არ მოიტანს სტოლბებსა გააჩერეთ და ურეკეს გადმოვიდნენ. ეხლა ვარ აგვაქვს ცემენტის სტოლბებიო და მეორადებს მოვიტან თუ რომ დავიწყებთ კაბელის გაჭიმოს. არც მეორადები მოიტანეს და ასრაბი. კაბელის გაჭიმო დაანთავრეს და წავიდნენ. მეტი ვალდებულება ჩვენი არაფერი არ არის. უგულოდ ნამუშე მართლა უგულოდ ნამუშევარი. არა წაქცევას თავი დავანებოთ, წაიქცევა გააკეთებს. თავრობა თუ არა ხალხი მაინც გააკეთებს, მაგრამ თავრობა უეჭველი გააკეთებს, მაგრამ ვინმეს რო დაეცეს, ბავშვს რო დაეცეს სიტყვაზე, სახს რო დაეცეს რაღაცა. ვაიქ გადაჭრეს ხაზები და ორი სტოლბა დაეცა ძირსა. თავისი დაეცა ძირსა, ყრია ისევ იქა. კილომეტრი ტრასიდან სოფლას შემოსასვლელს ამოვიყვანეთ ჩვენი ხარჯი, ჩვენი სტოლბა, ჩვენი სოფელმა. შევკრიფეთ ფული და ვიყიდეთ ტრუბები და ამოვიყვანეთ ტრუბის რკინის სტოლბებია და მე მგონი ასე რკინის სტოლბები არ არის იმაში. მოკლებ რომ მოხდეს საშიში არის. ეს ფაქტიურად მართულებს უგავია თორე შესაძლებელია არ ცვლიან ასეთებს ეგას. მოიტანეს სულად 15 სტოლბა და 15 სტოლბა იყო ამდენად სოფელსა 75 გლეხი ცხოვრობთ. ასე რომ იშლება სტოლბა. ვერავინ ადის ზედა. ეს ვადაგასულია უკვე. აღარა ეს მართულს უჭირავს. შეიძლება წაიქცეს. რა თქმა უნდა, ქარი, ისეთი ქარია ხომ ზამთარში რომ ესეთ მარტო ხელა ქალი ცხოვრობს. ადვილი შესაძლებელია დაეცეს სახლს. აი თქვენ თვითონ შეხედეთ აი. სუმთლად უკვე სახლის კიდეზე იყო დაგდებული და მეზობლების დახმარებით როგორც იქნა დაგეს და მოუწიეთ, მაგრამ ეხლა სუმთლად მაინც ძირის გამოვარდნილი აქვს იმას. უბრალოდ ქარი დიდი თოვლი აი იმას ზედასემს. შეგროვდება ხელმოწერები და მიმართავთ რომ გაკეთეს რაღა გაკეთეს მე სამეორ ხელო გახდეს. გაკეთება უფრო მეტი ხარჯი დაждდება გაკეთეს ერთხელ და ხარისხიანად რა თქმა უნდა ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა. სოფელ კინძათში ხაშურის რაიონში ჩვენ დავიწყეთ ინდივიდუალური გამორიცხველიანების სამუშაოები, ინდივიდუალური მრიცხველების მონტაჟი წინ უძღებს ქსელის რეაბილიტაცია, ანუ ეს ითვალისწინებს ყველა ამორტიზებული საყრდენის შეცვლას ახალი რკინაბეტონის საყრდენებით და შიშველი სადენების შეცვლას ახალი იზოლირებული სადენებით. რაც შეეხება ახლა ამ სოფელში ჩვენ შევცვალეთ ის საყრდენები, რომელიც სავალალო მდგომარეობა იყო და მათი ექსპლუატაცია არანაირად არ შეიძლებოდა, მაგრამ დავტოვეთ ის საყრდენები, რომელიც თუნდაც 2 წელიწადი, თუნდაც 5 წელიწადი მათი ექსპლუატაცია შესაძლებელი იქნება. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ჩვენ ეტაპობრივად გამოცვლით ხოლმე იმ საყრდენებს, რომელიც დაუშვათ უკვე სავალალო მდგომარეობაშია. ამ ეტაპზე ამ სოფელში რაც იცვლება საყრდენი, ის არის სავალალო მდგომარეობაში, ხოლო რაც რჩება, ეს ტექნიკური დასკვნები არსებობს ამაზე. ტექნიკური ჯგუფების მიერ არის მოკვლეული ეს საყრდენები, ისინი საფრთხეს არ წარმოადგენს. თუ რომელიმე გადახრილია, ის საყრდენი აუცილებლად ჯერ ახლა მიდის რეაბილიტაციის სამუშაოები, აუცილებლად გასწორდება.